გამარჯობათ, მე ვარ მარიკო. მე ვარ ხატვარი, მედია მენეჯერი, კონტენტ კრეატორი, იუთუბერი, დამწყები, გრაფიკული დიზაინერი და ასე შემდეგ. უკეთ რის თქმა უნდა რა, ახლა ვიცით ეს დაბუსტვა და მსგავსი რაღაცები. გეწოდინებთ რა თქმა უნდა. ინსტაგრამზე დაახლოებით მარტიდან, თებერვალი მარტიდან დავიწყე ჩემი ციფრული ჩანახატების სატვირთვა ინსტაგრამზე. რილსების სახით. რა თქმა უნდა, იქ დავადე თავისი მუსიკები და ასე შემდეგ. და რო გითხათ, ხა ძალიან ბევრი ნახვა ჰქონდა თქო არა? რაღაც 100-200 და რაღაც ესე, მაგრამ აი მორი დღით წინ გუშინ თუ რაღაცა დღეს უკვე რო დავაკვირდი ალგორითმს, ძალიან უცნაურია ჩემთვის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ანუ რეალურად არაფერი არ დამიბუსტავს, ანუ არაფერი არ მიყიდია ზოგადად. მე მიმაჩნია რომ ეგ არის უბრალოდ მარკეტინგული ხრიკი, რომ ბევრი ფული გადაგახტევინო, თორემ ვფიქრობ, რომ შენ თუ კარგი კონტენტი გაქვს, სულაც არ გჭირდება არაფერში ფულის გადახდა, დაბუსტვა და დარეკლამება და ასე შემდეგ. ანუ გულისხმობ, რომ შენ როცა კარგი კონტენტი გაქვს, მგონია რომ ეს რაღაც, ეს ჩემი პირადი აზრია, რომ ეს ყველაფერი ფულის ყრაა რა და დღეს რო შევედი, ჩემს პოსტს ჰქონდა დაახლოებით 90-მდე გაზიარება. 1056 ლაიქი აქვს, 27,000-ზე მეტი ნახვა და რეალურად რაიმე განსაკუთრებული კი არ წერია. აი აქ ვაჩვენებ ახლა სადღაცას ვიდეოს რო გადავიღებ, ავტორს თავაკ. და ძალიან გამიკვირდა, რომ ანუ რაღაცა განსაკუთრებული კი არ დამიწერია, უბრალოდ მართლა გულწრფელად ჩემი ემოციები გადმოვიტანე და ესეთი მაქვს ძალიან ბევრი და ძალიან გამიკვირდა, რომ ესე უცბად მოხდა ეს ყველაფერი. ნუ მივწერე ეს ყველაფერი ჯემინის ხელოვნური ინტელექტს ამიხსნა, რომ შენი პოსტი ექსპლორზე გავარდაო რა და ძალიან გამიკვირდა, რომ ჩემი აზრით, ანუ მე რაღაცები რაც შემიქმნია, ხო, ახლა რადგან ხატვარი ვარ, მაინც უფრო ისე უყურებ, ხო, იცით რაღაცა ჩემს ნახატებს და შემოქმედებას, არა მხოლოდ ნახატებს, თუნდაც ციფრულ ჩანახატებს, რომელსაც მობილურში ვხატავ. ან შეიძლება თქვა სიტყვიერად ჩავწერო რაღაც ლამაზი კალიგრაფია და ასე შემდეგ. ჩემი ბუნებრივი ემოცია გადმოვიტანო რა და ანუ ძალიან გამიკვირდა, რომ ბევრად უფრო ჩემთვის ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო განსაკუთრებული, ბევრად უფრო ემოციური ციფრული ნახატებს არ აქვს მაგ ხელა და დიდი ნახვები და აი რაღაცა უბრალოებს, რომელიც ხელნაწერებით არის, რაღაცა თითქოს უფრო მეტი გამოხმაურება რა, კომენტარები არ არის, მაგრამ ძალიან ბევრმა გადააზიარა, ძალიან ბევრმა თავის სტორზე დადო, რიპოსტები გაუკეთეს და ძალიან გამიკვირდა, რომ რანაირად როგორ მიხარია, არ მიხარია, მაგრამ როგორ